განსხვავებულ სიტუაციაზე აგიხსნით. მაგალითად, როცა ცუდ მოგონებებს უბრუნდებიან. ეს შეიძლება ნიშნავდეს შიშს ან შფოთვას აწმყოში. გაუცნობიერებელ ტკივილს ან ბრას. ტრამვამად უცოცხლდებათ, როცა მათი გონება ვერ პოულობს უსაფრთხო წერტილს. იგი იმავე სატრიალებს, რაც თავის დროზე მასში მსგავს ემოციებს იწვევდა. ასე ის ცდილობს გაუმკლავდეს ემოციას, რომელსაც ვერ აბალანსებს და ვერ ხვდება საით მიმართოს. ამ დროს ბოლომდე უნდა მოვუსმინოთ, დავცალოთ იგი მოწოლილი ემოციებისგან და შემდეგ მივცეთ რჩევა, ან გავუზიაროთ საკუთარი აზრი ამ ისტორიის შესახებ. წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებდით იმ მომენტში, რომ ვყოლოდით მათ და მას ჩვენთვის აიხსნა მისი ტკივილი. რას ვაკეთებთ ხოლმე, როცა მეგობარს უჭირს, ვუსმენთ, ვამშვიდებთ და რჩევას ვაძლევთ. სუსტად ეს მეთოდი უნდა გამოვიყენოთ მათთანაც. არ უნდა უგულებელყოთ, მივიღოთ და ემოციების შენელებასთან ერთად სხვა თემაზე გადავატანინოთ ყურადღება. ისევ ჩვენი პაციენტის მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც გამუდმებით დედასთან ყოფნას ითხოვს. ეძახის, ელაპარაკება, ტირის და გხობს, რომ ის მივუყვანოთ. ამ დროს დაუშვებელია ვუთხრათ, ის ხომ მკვდარია და აღარ შეუძლია მისი ნახვა. რაღა დროის მისი დედაა. ისინი ამას ვერ გაიგებენ და პირიქით მეტ აგრესიასაც გამოიწვევთ. ამ დროს ვეკითხებით, თუ როგორი იყო დედა, სად მუშაობდა, ვთხოვთ დადებითი ისტორიის მოყოლას, რაც დედასთან ერთად გარდახდა. ამ დროს მისი გონება პოზიტიური ემოციებისკენ და ისტორიისკენ იცვლება, იცინის კიდეც. ეს კი სიგნალია იმისა, რომ კიდევ ერთი უარყოფითი ემოციები დაგაქრა. შემდეგ მე ვუყვები დედა-ჩემზე და ვეუბნებ, რომ ისიც ჩემგან ძალიან შორსაა, მეც არ მინახავს დიდი ხანია, მესმის თუ როგორი რთულია და რომ ის მარტო არ არის. ამის შემდეგ სრულად განსხვავებულ თემაზე ვუწყობ ლაპარაკს. ვეუბნები კომპლიმენტს და კიდევ ერთი შფოთვითი აშლილობა გადალახული გვაქვს. მოგონებები ისინი იქნებიან ცუდი თუ კარგი. თითოეული არის ემოციური სიგნალი. თითოეული გვეუბნება თუ რას გრძნობენ, სად ეძებენ უსაფრთხოებას, რა აბნევს ან აშინებს, რა ამშვიდებს ან ამხნევებს და როცა ამას ვიგებთ, შეგვიძლია უკეთ მოვექცეთ, ვიპოვოთ სწორი სიტყვები, ავირიდოთ აგრესია და შფოთვა. დავამშვიდოთ ისინი. არ დავუპირისპირდეთ, არ ვუთხრათ, რომ ეს ისტორია უკვე ბევრჯერ მოგვისმენია, ან არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ყვება. ამ შეცდომას თითქმის ყველა ოჯახი უშვებს. მადლობა, რომ ისმენდით. შემდეგი საინტერესო ვიდეოებისთვის კი გამოიწერეთ ჩემი არხი, ან დამიკომენტარეთ, თუ რაზე გსურთ, რომ შემდეგ ვლოგში ვისაუბრო. ვეცდები ყველაფერი დეტალურად აღწერო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.